ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმრები და ძალიან დიდი მადლობა, რომ მაყურებელს ავუხსნით და ვესაუბრებით იმ პრობლემაზე, რაც მე მგონი დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს. სულ მესმის, რომ უძილობა ინსომნია და სულ მაინტერესებდა რა იყო ამის გამომწვევი და რას განიცდიან ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვს. სწორედ ორი ადამიანი ხართ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები, რომელიც ამ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგვცემთ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. თამო, მადლობა. მოდი დავიწყოთ შენით. მოგვიყევი, როდის მიხვდი, რომ აი ასეთი პრობლემის წინაშე ideki, როდის დაგეწყო აი ეს უძილობის პრობლემა? პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ. მიხარია, გიყურებ, რომ თქვენი სტუმარი ვარ. რაც შეეხება ჩემ უძილობას, ესე არ მომხდარა ერთ დღეში, ეს ძალიან დიდხნიანი პროცესი იყო. ჩემი უძილობა დაიწყო დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც მუშაობდი ორ სამსახურში და ერთ-ერთი სმენა იყო ღამის სმენა და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ როდესაც მიწევდა ხოლმე სამსახურიდან მოსვლა დილის 6 საათზე ან 5 საათზე, მიეჩვია ჩემი ორგანიზმი და დღემდე ასე ვარ. მე რაღაცნაირად ვითომ ორსლოვის პერიოდში ვცდილობდი რომ რაღაც 7 ორსლოვი მქონოდა თავისი რეჟიმი დამეცვა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ეს ბავშვები გავაჩინე. უკვე ყველა მიცით ვინც დედები ვართ, რომ ასე თუ ისე გვიწევს პირველი დაახლოებით 3 წელიწადი, რაც არ დამხმარე ყავდეს და ასე შემდეგ, მაინც რომ თუ ბუნებრივ კვებაზე ყავს. მე მყავდა 3 თვე, ორივე ბავშვი თავიდან პირველი პერიოდი და ისე მოხდა, რომ აი ხშირად ყოფილა, რომ გადამიბია ღამე ხო? ისეთი დაღლილი ყოფილა, რომ ასეთი უძილობით უფრო ვერ დამიძინია. ანუ ესეც ხდება ხოლმე. შემდეგ უკვე სამსახური და დროის სხვაობა ქვეყნებს შორის. ეხლა მე მაგათად კორეაში მიწევს მუშაობა და მე მყავს ჩემი გუნდი, მაგრამ მაინც ძირითადად მე ვმუშაობ და მე როდესაც 5 საათია ჩვენთან, კორეაში არის დილის 10 საათი, მე ვიწყებ, მე ჩემი პირადად შევმუშაობ, მაგიტომ არის შენი ბრენდი ასეთი წარმატებული და მაგიტომ ხარ შენ ასეთი წარმატებული. როგორც მივხვდი, შენი უძილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავიდან იყო ჯერ სამსახური, მერე ბავშვები, რომლებსაც აუცილებლად გავაცნობთ ჩვენ მაყურებელს, არ უნდათ მათ გაცნობა, მაგრამ მოდით ჩვენთან უძილობის მიზეზებო, მოდით ჩვენთან. თავიდან. ვიცი, თავიდან. ყველა ბავშვი ასეთია. თავიდან ცოტა. მოდი ვანახოთ, ეხლა მაყურებელს თამოს ვის გამო დაეწყო უძილობა. მოდით შემოდით ჩვენთან. სამსახურის გამო, მაგათ გამო. სამსახურის გამო და მე ამ ორი საოცარი ბავშვის გამო. მოდი შენაკედან მოდი, დედა რა საყვარლები არის. მითხარი დედიკოს აბრაზებთ? არა, არც ერთი. საოცარი ბავშვი ხამე აღვიძებთ ხოლმე? არა. ანუ კარგი ბავშვები. იდეალური შვილები მყავს. ხამე კარგად გძინავთ? კი. სიმართლე მოგვიყევი დედიკო. უნდა ვკითხო და იქამდე თქვენ მითხარი, დედიკო ღამე ძალიან გვიანი ძინებს? ძალიან ბევრი საქმე აქვს? თქვენ ეხმარებით ხოლმე მე? 5 საათზე იძინებს? დედ, შენ ეხმარები? ხანდახან რუის ნახევარზე. იცი რა მითხარი, დედიკოს ეხმარებით? კი. შენც ეხმარები? რაში აბა? რაში? რო დაისვენოს, ხო? მაგრამ შენ ეხმარები თამოსკინის რაღაცეების გამოშვებაში? მართლა? ხმარობ კიდევაც თამოსკინის კოსმეტიკას? თუ თამო კოსმეტიკს უფრო ხმარობ? არა, სკინკერი არ შეიძლება ბავშვებისთვის. არ შეიძლება. ჯერ არა. უნდა თამოსკინი უკვე და უკვე მე მგონი უკვე დიდი გოგო, რამდენი წლის ხარ? დედა მაგრამ იციან რა არის უკვე. ყველაფერს მე ხვდები ხო? ვიცი. აი. რა იცი? რუტინა. გაგიჟდები, რა რუტინა იცი? კრემი. შენ ისმევ კრემებს? არა. არა. უკეთებ. დედიკოს უკეთებ? მე გვიდევ ნანახი მაქვს, შენ დედიკოს კრემს უკეთებ. შენც ეხმარები ხო? კაი, ეხლა ჩვენ უნდა მივხედოთ დედიკოს ძილს და დამეხმარებით ხო რომ მე თამომ ძილი მოიწეს. როგორ არის? კი ხო? ღამე ვერ იცი. გაკეთებინა. ღამე და აი თამო, პირობა მოგცა რომ დაგეხმარება რომ ღამე დაიძინო. შენ დაგეხმარები? მაგრამ არ იცი. მე ვაჯინებ, მაგრამ არ ხუჭავს, მუშაობს ხო? ხანდახან კომპიუტერს უყურებ
ხო, ხა რა ქნას, კინო ზოგჯერ ხო უნდა არა, ჩვენ თუ დაგაჭირეთ, რა უნდა უყუროთ. ჩვენშიც გვაყურებინოს. რაიმე გავგიჟდები, ძალიან საფარლები. შავ, თან ხვდებით რომ გულახდები საუბრობთ. დღეიდან უნდა დაგვეხმაროთ რომ თამამ კარგად გამოიძინოს რომ პრობლემა არ კონდეს, კაი? მოდი მეკოცე ახლა. იცი რა არის, მე მეხმარებიან, მაგრამ მე ვერ ვიცინებ. ანუ უბრალოდ ესე მივიჩვიე და იცი მე ვცადე მედიკამენტები სხვათა შორის, მაგრამ ისეთი ცუდი რეაქცია მოხდა. ანუ ჩემი ვცადეო რენტგენერმა, ექიმთანაც მივედი ერთხელ და უბრალოდ აი მეორე დღეს გაბრუებული ვიყავი, მაგრამ იცი რა იყო? არ დამეძინა მაინც იმ დრომდე, როგორც მიშოვლე ვიყავი. მაინც და მეორე დღეს ვიყავი ძალიან ესეთი გაბრუებული. კი აი არის, მე ბევრი მედიკამენტი მსმენია, ძალიან ბევრი სამწუხაროდ თვითმკურნალობას ეწევა. ნუ ეს ზოგადად საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა და სწორედ ამიტომ ალბათ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ექიმისგან მივიღოთ რეკომენდაციები და ექიმის დანიშნულებით მივიღოთ ესა თუ ის მედიკამენტი იქნება თუ საკვები დანამატი. გუჩა გითხარი რა არის ინსომნია, ანუ უძილობა? ანუ ინსომნია. დღესდღეობით ყველაზე ხშირი, ალბათ ყველაზე ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტები მოგმართავენ, განსაკუთრებით ნევროლოგებს. და ეხლა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ქრონიკულ უძილობაზე, ხო? იმიტომ რომ როდესაც მწვავეა, გარდამავალია უძილობა, როგორც წესი, ექიმთან არ მივდივართ, ყველას გვაქვს ხოლმე ეს მწვავე უძილობები და თავისთავად რაღაცნაირად ვერევით, მაგრამ როდესაც უკვე ქრონიკულ უძილობაზეა საუბარი, ეს არის სიხშირე და დრო. კვირაში 2 და მეტი დღე, როდესაც არის უძილობა და თუ ეს გრძელდება 3 თვის განმავლობაში, ამას უკვე ვეძახით ჩვენ, რომ ეს არის პრობლემა, ეს არის ინსომნია, სჭირდება ექიმი და სწორი მიდგომა. თამა, რამდენად მოქმედებს უძილობა შენს განწყობაზე? ვხედავ თუ სუყარ ხასიათზე ხარ, მაგრამ არის ალბათ რომ ზოგჯერ ხარ ძალიან გადაღლილი განსაკუთრებით უძილობის გამო. ისე მაქვს ჩემი სამსახური, რომ ვცდილობ რომ 6 საათი მაინც დავიძინო. ყველა შეხვედრა 12 საათის ან პირველი საათის მერე დავგეგმო. მაინც აი 5-ზე რო ვიცინებ პირობიდან 6-ზე, თუ დგები 12-ზე ან პირველზე, კარგად ვარ. მაგრამ თუ მივფრინავს სხვაგან ან ამერიკაში ან ახლა კორეაში, ჩათვალეთ რომ თქვენ ცხოვრებას იქ ერთი ანუ იქ ცხოვრობდი ერთი დღე, იმიტომ რომ უფრო ამერია. უფრო ვერ ვიძინებდი, როცა შეხვედრა მქონდა 2 საათი მეძინა, ეს იყო საშინელება. მით უმეტეს ღამენათევი ხო უფრო ცოტა ადრე დავიძინე, წესით ეს უნდა დამხმარებოდა, რომ მეორე დღეს ისევ რაღაც დროში ყოფილიყავი. არა. მე ვფიქრობ, რომ რადგანაც უკვე ამდენ 15 წელია ამ გრაფიკით ცხოვრობ და ვიძინებ 5-ზე და დგები 12-ზე, თუ რამე საქმე არ მოხდა, ვაძლევ უფლებას ჩემ თავს, რა ითამო პირველამდე გამოიძინო, კარგად მიეჩვია ჩემი ორგანიზმი. ძალიან იშვიათად, რომ აი ახლა სხვათა შორის კორიდან ჩამოვედი 3-ზე 4-ზე ვიძინებ. იქნებ იმედია ესე მაინც ხარ 3-ზე 4-ზე დაძინება შენთვის ადრე დაძინებას ნიშნავს? კი. სად 7-ზე ხშირად ოდესაც ხოლმე რაღაც საქმეები მოხს ხოლმე, ისე გადის დრო და ისე თემითენდება, რომ კი. და მეორე დღეს როგორ ხარ? მეორე დღეს რო ვიძინებ 7-ზე, ვიღვიძებ ან პირველზე ან 12-ზე, ნორმალურად ვარ. კი. გუჩა, რა არის ძირითადი გამომწვევი უძილობის? უძილობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები ეს არის სტრესი, შფოთვა, დეპრესია, კოფეინის უდროო დროს მიღება დიდი რაოდენობით. დეპრესია ძალიან ხშირი მიზეზია დღესდღეობით. ეს ქაოტური ცხოვრება. ასევე სხვადასხვა დაავადების გამო პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უძილობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დეტალურად გავიაროთ. შეიძლება ელემენტარული რაღაცა სხვა დაავადების გამო, სხვა ორგანოს დაავადების გამო იღებდნენ მედიკამენტს და აი ამის გამო შემდეგ იწყებოდეს უძილობა და არც ფიქრობ, წლების განმავლობაში იღებდეს ამ მედიკამენტს და თან პარალელურად მიდოდეს უძილობა. რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, თავის ძალიან სავალალო შედეგებამდე გავყავართ. თამო, გიცდია თუ არა თვითმკურნალობა, ან გიმკურნალია უძილობაზე შენით? ექიმის გარეშე? ექიმთანაც ვიყავი. მე რჩევებიც მივიღე, ექიმის გარდა სხვა ადამიანების მაგან და წამლებთან დაკავშირებით, ხომ სცენარეულიო, რაღაცა ისეთი ყველაფერს ექიმის ის უნდა დანიშნულება უნდა, ესეთი არაფერი მივიღია. მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი მეორე დღეს. ყოფილა შემთხვევა, რომ კი, აი ძარო საექიმო გამომიწერა, კი დავიძინე ადრე 2-ზე. მაგრამ მეორე დღეს იმდენად
გაფანტული მქონდა გონება და გაბრუებულიყავი, მერჩივნა ისევ დამეძინა ხუზე და ისევ ყოფილიყავი. რაღაცად მიეჩვია ჩემი ორგანიზმიც იმას. სხვადასხვა მე რომ მქონდა ჩემი დეპრესია, ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი დეპრესია როგორ გაგვაჩნია. ჩემი დეპრესია არის რომ მუშაობ და ანუ ამ ჩემ ცუდად ყოფნას მუშაობაში და აქტიურობაში და ბავშვებთან ერთად ვარ. მაგრამ იყო პერიოდი, ხამე მაგალითად მქონდა აი ის რომ გამიღვიძია და მეგონა რომ კვდებოდი. აი მქონდა ეგეთი რაღაც ერთი თუ დაახლოებით ცოტა ვიყავი რომ რაღაც გამომიღვიძიან. მქონია კიდეც, როდესაც ძალიან დიდი ხანი გადამიბია და უძილოს რო ყოფილვარ, რომ აი მგონია რომ უნდა მოვკვდე, მორჩა და ძალიან შემშინებია. მაგრამ მე უკვე დროთა განმავლობაში რომ ეს ჩემი განშორებდა დეპრესიის ფორმა რომ დრო არ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩაიარა და ასე შემდეგ ეხლა კარგად ეგეთ რაღაც არ მქონია, მაგრამ აპირებდი ესე გაგრძელდა თქო და შეშები დამეწყო ამის სიკვდილის თქო, ნამდვილად წავალ ფსიქოლოგთან თქო, მაგრამ ეს გადავლახე მე თვითონ. მე ვფიქრობ რომ ეს კი არ ვიცი ახლა არ უნდა წავიდეთ, მაგრამ რაღაცნაირად ჩემ თავს ვისაუბრებ ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ექიმთან ერთად. ხო, თუ აქ არ ვესაუბრეთ და ჩვენ თავთან არ ვიყავით, მაგრამ ნუ ძილს ვერ უშვები ვერაფერს რა. გუჩა, ძალიან საინტერესო თემას შეეხოთ ამა. მე რამდენადაც მივხვდი, ადგილი ქონდა პანიკურ შეტევას ასეთ დროს, როდესაც ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ თითქოს უნდა მოკვდნენ. რა კავშირია უძილობასა და შფოთვით აშლილობას შორის? სწორად აღნიშნეთ, ეს იყო პანიკური შეტევა, ეს არ იყო დეპრესიის ეპიზოდი. დეპრესიის დროს სიკვდილის შიში არ აქვთ. აი ეს არ მოუკვდა და შფოთვა იწყება, ეს არის რაღაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ელემენტი ახსენა ახლა. შფოთვა და უძილობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. შფოთვა იწვევს უძილობას, უძილობა ამწვავებს შფოთვას და აი ამ ციკლში ერთვება ადამიანი და რა თქმა უნდა, ასე დროს უხშირეს შემთხვევაში გჭირდება რომ როგორც შფოთვას, ისე უძილობას ერთმანეთსგან ერთმანეთს პარალელურად ვუმკურნალოთ. ეს არ არის რომ აი ცალსახად მარტო შფოთვას. თუმცა აი ძილს თუ მოვაწესრიგებთ, ის შფოთვაც თავისთავად იკლებს, შფოთვას თუ რამენაირად შევამცირებთ, ძილიც ნელ-ნელა წესრიგდება. და როგორ აი რა არის აი ამის ყველაზე მთავარი უძილობას როგორ უნდა ვუშველოთ? იქამდე პირობითად სანამ მივალთ ექიმთან. პირველ რიგში, როდესაც მწვავე უძილობაა და თამომწეღან ახსენა, რომ როდესაც გადაფრენა, გადმოფრენა უწევს ნორმალურია, რომ ამ დროს ვერ იძინებს, იმიტომ რომ ძილის რითმი და ზოგადად ხო ირღვევა. და როდესაც ეს გამოსწორებადია, ამას ამ დროს არ გჭირდება ზედმეტი რაღაცა ფიქრი, მაგრამ როდესაც ეს ქრონიკულ სახეს იღებს, პირველ რიგში ამას აქვს ხოლმე ბევრი სხვადასხვა მიზეზი და ამ მიზეზებზე უნდა ვიმუშაოთ. უნდა ნახოთ, ხო არ არის შფოთვა, ხომ არ არის დეპრესია, რამე მედიკამენტს ხო არ ვიღებ, რაც არასწორი ქცევა ხომ არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს რაღაცა ძილის ჰიგიენა იყოს სწორად დაცული. ქცევაში იგულისხმება და მიმართება ძილთან აი ეს კოგნიტურს ვეძახით ხოლმე ამას, რომ აი ხო სწორად ვფიქრობ ზოგადად ამბობენ ხოლმე რომ 8 საათი თუ არ მეძინა მე აუცილებლად ცუდად ვიქნები და ეს უკვე შფოთვას იწვევს, შფოთვა კიდე უძილობას იწვევს. რატო ვიღაცას 7 საათი idеალურად ყოფნის. ვიღაცასაც 6 საათი შეიძლება საკმარისი იყოს. ზოგს 8 საათის ძინავს, ხო, ზოგს 8 საათის ძინავს, მაგრამ ეს საათზე არ არის იმდენად, რამდენად ხარისხიანად გძინავს ის 8 საათი ამასში არის საქმე. თუ შენ 8 საათი ზედაპირულად გძინავს, ხშირად გეღვიძება, დილით არ ხარ გამოძინებული, დაღლილი იღვიძებ, ანუ ესე იგი რაღაცა პრობლემა არის ისედაც ძილის, რა მარტო საათებით ვერ ვიტყვით. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა ვნახოთ მიზეზი უძილობის რა არის, მაქსიმალურად ვეცადოთ ეს პრობლემები მულტიფაქტორულია და აი ამ ფაქტორების ძებნაში უნდა ვიყოთ და მე ამის გამოსწორებაში. ეს არის ზუსტად მკურნალობის საწყისი. თამო, ძალიან ესეთი კითხვა უნდა დაგისვა. რამდენად უკავშირებ აი თავის დროზე, როდესაც უძილობის პრობლემა დაგეწყო, ესეთი ყველაზე აქტიურად, რამდენად უკავშირებ უძილობის პრობლემას აი ამ პირად სტრესებს და თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა? იცი რა არის, როცა მე უძილობა დამეწყო, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ალბათ, არ ვიცი, ჩემი ხალხი 35 წელს ვხვდები. 20 წლიდან ჩათვალეთ, მუშაობდი ღამის სმენაში.
იქიდან გამომდინარე, მაშინ არაფერი არ მქონდა, ნუ ჩემი რაღაც იყო, მაგრამ იმდენად ვიყავი გადართული ჩემ ცხოვრებაზე და მუშაობაზე და გადარჩენაზე, ასე რომ ვთქვათ, მაშინ არ მქონდა. უბრალოდ მიეჩვია ჩემი ორგანიზმი ამ ყველაფერს, რომ ესეთი რეჟიმით და ესეთი რუტინით უნდა ყოფილიყავი. მე ძალიან რთულია ამდენი წლის განმავლობაში, უკვე 15 წელი დაახლოებით ესე ცხოვრობ, უკვე ორგანიზმი უკვე შეეჩვია, რომ ეს შემდგომ დაიცინო და ის 6 საათიც, ხანო 4 საათიც. მართალი თქვი თქვენ ზეგან თუ მაგალითად არის ხოლმე რომ მე ტელეფონით ვთიშავ. როცა მე ვიძინებ, აუცილებლად ვთიშავ, იმიტომ რომ მე მეგვიძება ტელეფონის იმაზე ძალიან ბევრი მესიჯები, ზარები მაქვს ხოლმე. თავარი არის რომ არ გამომეღვიძოს აი იმ ძილის პერიოდში 4 საათიც რო იყოს, რომ ეგ სიზმარს არ ვნახულობ, როდის ვნახე სიზმარი, არც მახსოვს. ანუ 4 საათი ან 6 საათი გადაბმულად გძინავს? არის ხოლმე კი, აი 2 საათით შემიძლია ხოლმე რომ გადამოვა თუ აი მაგალითად ეხა მე და ჩემი მენეჯერი რო ვიყავით კორეაში, სულ ესეთი დღეები მქონდა, ისეთი საშინლად ვიყავი, მაგრამ აბა ფსიქოლოგიურადაც ვამზადებდი ჩემ თავს, რომ სხვა გზა არ მქონდა, რადგანაც ძალიან დატვირთული ვიყავი, მაგრამ მაინც მეტყობოდა სახეზე რომ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მეორე რაღაც მოხდა, უკვე ისე ვიყავი უძინარი, რომ ვეღარ ვიძინებდი. ხო, აი რაღაცა აი გადაჭარბებული იყო. ზუსტად, აი ძალიან ბევრჯერ პირადად მე მქონია, ხა მე რო გითხრათ უძილობის პრობლემა მაქვს თქო, მოგატყუებთ, არასდროს არ მქონია. პირიქით, ყოველთვის ძალიან ადრე ვიძინებდი და ძალიან ადრე ვიღვიძებდი. მაგრამ აი ბევრჯერ მქონია რა, თუ რამდენიმე დღე გადაბმულად კარგად ვერ დავიძინე, თითქოს აი აჟიტირებული რო ხარ, აი რა არის ეს, რასთან გვაქვს ამ დროს საქმე? პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ აი ამას თამამ ბევრჯერ ახსენა, რომ მიჩვეული ვარ, ხო? ახალგაზრდები ვართ და ჯერჯერობით ორგანიზმს აქვს რესურსი, რომ აი ეს უძილობა ძალიან არ შეეტყოს ჩვენ ყოველდღიურობას. თუმცა აი ამ რესურსის ამოწურვა ხდება ხოლმე. რის შემდეგაც სხვადასხვა დაავადება შეიძლება იჩინოს თავი, უენერგიობა აუცილებლად იქნება, ისეთი პროდუქტიულები ვეღარ ვიქნებით. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ძილი ეს არის ორგანიზმის დრო, ძილის დროს ორგანიზმი გაჩერებული არ არის, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სისტემა დაწყებული თავის წვინიდან გულსიზარდვა სისტემა, კვიცნაწლავი, აბსოლუტურად ყველა ორგანო სხვა ფუნქციებზე გადადის, სხვანაირი ჰორმონალური გამომუშავება მიმდინარეობს და თავის ტვინში განსაკუთრებით საერთოდ სხვა აუცილებელი, აი ეს აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროს ღამის განმავლობაში აუცილებლად უნდა გვეძინოს, თორე ეს აუცილებლად აისახება დროთა განმავლობაში ჩვენს ჯანმრთელობაზე, წარმოუდგენელია ფსიქიკაზეც და ჯანმრთელობაზეც, ყველა ორგანოზე. ამიტომ ის რომ მე ეხლა ვეჩვევი და ჩემთვის 4 საათი საკმარისია, ისე არ არის. აუცილებელია რომ მაქსიმალურად ნელ-ნელა ეს ძილის საათები და ხარისხი მოვაწესრიგოთ რა. თამო, გუჩამახსენა უძილობა და ჯანმრთელობის პრობლემები. შეგიქმნა უძილობამ ჯანმრთელობის პრობლემები? აი რაიმე ჩივილი გააქვს? ჯერჯერობით არა, მით უმეტეს ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიტარებ ყველანაირ კვლევას, ანალიზებს, რაც არის სტანდარტულად, რაღაც ესეთი, ხო, განსაკუთრებული არაფერი. ის 4 წელიწადში ერთხელ თავის ტომოგრაფიასაც ვიკეთებ ხოლმე. ძალიან შეშარა. რატო? ეხლა გეტყვით. იმდენად ჩემს გარშემო იყო შემთხვევები, ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობ, ვისაც სიმსივნით გარდაიცვალა და ბოლო სტადიაში გაიგეს, რომ სიმსივნე ჰქონდა და მე კიდე რო უყურებ ესეთ რაღაცებს, სულ მეშინია და აგრ ორი შვილი მაბარია, ახსარდელი მყავს, გამხელა რა ხდა, სულ ვიტარებ ხოლმე გამოკვლევებს, მაინც მეშინია ესეთი რაღაცების, რომ არ გამომჩეს, არ გამომპაროს ქალები ვართ. უძილობამ გამოიწეს ფოთვა. ხო, ისი რა შფოთვა, ხო, მე ვარ ძალიან ისეთი ჰიპერაქტიული ისედაც და თუ უძინარი ვარ, უნდა ნახოთ როგორი ვარ. თუ საერთოდ ძილი დამაკალდა, უფრო ათმაგა და ვისო, ენერგია მაქვს, უფრო ვერ ხვდები რანაირად შეიძლება ადამიანი იყო უძინარი და პლუს ესეთი ათმაგად ენერგიული იყო იმ მომენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი, ძალიან მეც ვუყურებ ვიდეოებს და მეც ვკითხულობ და ვიცი რეალურად, რომ რაღაც 11 საათიდან 12 საათამდე გამოიყოფა. ეს თეორიულად ვიცი, მაგრამ ამდენჯერაც ვცადე, რომ რაღაც სწავლების დახმარება არ მინდა, იმიტომ რომ ეს ცდილობები რამდენიც მე გამოვიყენე. უფრო ცუდი, უფრო ახსნებული ვიყავი, უფრო ცუდად ვიყავი, გული მქონდა ცუდად. მე გულის კლუბებზე დავიწყე სიარული, მე თქვი რა მეყარ მჭირს მეთქი გულზე მეთქი და მივხვდი რომ მე ეს სწავლები რა ჩამოვიშორეს ძილის სწავლები. ერთი კი არა, მე რომ შემიცვალა ანუ თავიდან ექიმა, ამიტომ ვთქვი, მოდით როგორც ხარ იყავი ისევ დაიძინე იმ დროზე. ალბათ ოდესმე ცოტა უფრო ასაკშირო შევალ, იქნებ. ხო, არა, ფაქტია რომ ზოგადად პრობლემა არის თან სერიოზული უძილობა და ამიტომ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ისეთი
დროულად მისახედი აღარ. რასაც შემყვები ეს სკრინინგი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი კულტურა, რაც წესით ყველას უნდა გქონდეს. მით უმეტეს დღეს ხელმისაწვდომი არის არაერთი სკრინინგის პროგრამა და ვერ ვიტყვით იმას, რომ სიტყვაზე ვიღაცას აი შესაძლებლობა არ ქონდა და ამიტომ ვერ ჩაიტარა სკრინინგი. უმნიშვნელოვანესია. ალბათ არ ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანია და გუჩა დამეთანხმები. რადგან ამ თემას შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვანია აქვე უძილობასთან ერთად თქვათ, რომ ძალიან ხშირად უძილობის უკან დგას ხოლმე რაღაცა დაავადება. პირველადი კი არ არის უძილობა და თავისთავად მხოლოდ უძილობა კი არ არის პრობლემა. ორგანიზმი ამით განიშნებს, რომ რაღაცა პრობლემაა და უნდა მიაქციო ყურადღება. შეიძლება ის იყოს აბსოლუტურად სხვა დაავადებას ამოფარებული სიმპტომი. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხოლმე ამ დროს ექიმთან რა დაავადება შეიძლება იყოს, რომელიც იწვევს ნევროლოგიური ყველა დაავადება. აბსოლუტურად ყველა დაავადება, რაც კი არსებობს ნევროლოგიური, შეიძლება გამოვლინდეს თავიდან უძილობით. შეიძლება ელემენტარული ნევრალგია, ხო ტკივილი უძილობათან ახლავს. ძალიან ხშირად დემენცია წინ უსწრებს უძილობა. პარკინსონის დაავადებას წინ უსწრებს უძილობა. შესაბამისად, ну, რა თქმა უნდა, გააჩნია ასაკს, გააჩნია სხვა მრავალ სიმპტომს და მიზეზს, მაგრამ ის რომ ეხა უძილობაა და არაუშავს დღეს ხვალ და გადის ესე წლები ამ უძილობაში არ არის სწორი. შეიძლება ძალიან მარტივად მოგვარებადი დაავადების უკან იყოს, დაავადება იყოს ამ უძილობის უკან. შესაბამისად, დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია. თამო, რამდენად მკაცრად აკონტროლებ ბავშვებში იმ პრობლემას, რა პრობლემაც გაქვს შენ? 10 საათის წინოთ. ბავშვებს. მაქსიმუმ 11-ის ნახევარი. ჩვენ გვაქვს ესეთი რუტინა ყოველთვის, ყოველ დღე, შაბათი თუ კვირა ჩვენთვის და გინდ არ სწავლობდნენ და არ დადეგები გქონდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი რუტინა, რომ ყოველთვის მაქსიმუმ, აი თქვა 11 არის როგორ იცი, მათთვის აი ბედნიერები რო არიან. 10 საათის ერთადაც წინოთ ხოლმე. გუჩამ, ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი ამბობენ ადამიანები, რომ ძინავს 5 საათი. თამო შემთხვევა, მაგრამ ვიძინებ 5 საათზე ღამე. ძინავს 8 საათი, მაგრამ ვიძინებ დილის 6 საათზე. აი რამდენად საკმარისია და რამდენად სწორია ძილის აი ეს რეჟიმი. ზოგადად ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურია ძილის მიმართებაშიც. არსებობენ ადამიანები, რომელსაც ცოტა ხარისხიანი, მაგრამ ცოტა საათი სჭირდება იმისთვის, რომ დღის განმავლობაში იყოს ენერგიული და ამითი ვაფასებთ ხოლმე, რა დღისით თუ არის ენერგიული, თუ არის პროდუქტიული და არაფერს ხელი არ ეშლება, ესე იგი სწორად აკეთებს თავისთვის, რასაც აკეთებს. მაგრამ თუ ოდნავ მაინც რაღაცა ჩივილი არსებობს, პროდუქტიული იმდენად ვერ არის მარტივად იღლება, თუ რაღაცა კონცენტრაციას შეატყო, მეხსიერებას შეატყო, ესე იგი რაღაცა მაინც ვერ არის სწორად. წეგან რო ვახსენეთ, რომ აი რაღაც აჟიტაცია არის, ესეც იმიტომ, რომ ეს უძილობა იწვევს შფოთვას, ფორიაქს, ეს აღაგზნებს წვენს და ხარ აი რაღაცნაირად აჟიტირებული და არ არის ეგ ხა ჩვეული მდგომარეობა და ესე არ უნდა იყოს, ხო? რაღაცა არ არის მანდაც სწორად. მე ერთიანად შეიძლება გადახვიდე დაღლილობაში და კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ სანამ ახალგაზრდები ვართ, რესურსი გაგვაჩნია, რითიც ბალანსდება. მე შეიძლება მარტო აი ამ უძილობის გამო წარმოიქმნას წნევის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი, ისეთი ქრონიკული დაავადებები, გულსიძახთა დაავადებები, თავის ტვინის ისეთი შეუქცევადი დაავადებები, რაც გამოძინებული ცხოვრების პირობებში არ იქნებოდა. შესაბამისად, დღეს სწორი ძილი არის იმის პრევენცია, რომ სამომავლოდ ჩვენ რაღაცა სხვადასხვა დაავადებებთან არ ვქონდეს საქმე. ანუ გუჩა შენ შეგიძლია გითხრა, რომ უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რთული დარღვევები და დაავადებები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, ნევროლოგიური პრობლემები. ეს ყველაფერი შეიძლება უძილობამ გამოიწვიოს? უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ბევრად უფრო მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები საბოლოოდ. მარტო იმიტომ, რომ მე ცხოვრების განმავლობაში არ მეძინა საკმარისად. ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი და ძალიან საინტერესოა, რასაც გუჩა გვიყვება, თამო, გუჩა მახსენა კოორდინაციის დარღვევა, შრომის უუნარობა. გიგრძნია როდისმე, რომ უძილობისგან არ გაქვს ძალა იმისთვის, რომ იმუშაო, აი კოორდინაციის დარღვევა, აი მოგვიყევი, რამდენად ხშირად ყოფილა ასეთი ფრაგმენტები შენ ცხოვრებაში? იცი, უფრო დაღლილი ვარ, მაგრამ იმის გამო რომ მუშაობ თუ იმის გამო რომ წინარი ვარ არა. ანუ მარტო ეს ყოფილა, მაგრამ მე ჩემთვის ვისაუბრებ ხომ როგორც მესამე ადამიანს თამო. შენ უნდა ადგე. შენ სხვა გზა არ გაქვს. შენ არ გაქვს უფლება რომ დღეს იწვედი თხანს. კი უფრო დაღლილობა, თორე ეს რაღაც დაკარგვა არა. ეს ხშირია და ძალიან დიდი ხანი ალბათ არ ვიცი.
რამდენი წელი არ დამისვენია ეს ჩემი თავისთვის რა, თუ სადმე ვარ, სულ საქმეში ვარ, არც ერთ წუთს არ ვკარგავ და ასე შემდეგ და არ ვიცი, ალბათ ყველაფერი ერთად არის. მუშაობაც, უძინრობას, რაღაც ის მაქვს და ვფიქრობ, რომ მართლა მჭირდება ხანდახან დასვენება, მაგრამ ვფიქრობ იმასაც, რომ დავისვენო, მე ნერვები მომეშლება. დრო რატო ისვენებ? კი. სხვათა შორის ეს ესეთი სიმპტომი თქვა, რომელსაც მე ძალიან ხშირად აღნიშნავ. მგონია, რომ აი დიდხანს თუ მძინავს, იმ დროს რაღაცაში ვკარგავ ფუჭად და სულ მერე ის რაღაცა ხინჯად მაქვს, რომ აი ეს დრო ხო შეიძლება და რაღაცაში გამომეყენებინა. გუჩა, რამდენი საათი უნდა ეძინოს ზრდასრულ ადამიანს და რა არის სასურველი დროები, რა დროშიც სასურველია რომ გვეძინოს? ვამბობთ ხოლმე, რომ 7-დან 9 საათამდე, მაგრამ ისევ და ისევ ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია როგორ რა ხარისხით ზინავს ადამიანს. ადამიანს დღის განმავლობაში მოზარდს საერთოდ ადამიანი რო იბადება იმ მომენტიდან იკლებს ძილის ხანგრძლივობა. ხო, ახალშობილს ძალიან დიდი ხანი თითქმის 24 საათის ზინავს და ნელ-ნელა იკლებს და ხანდაზმულ ასაკში უკვე 5-6-7 საათი ყოფნით. მაგრამ აი საშუალო ასაკში 7-დან 9 საათამდე ვამბობთ, რომ არის ნორმალური. თუმცა კიდევ ვთქვათ, რომ აი თამოს შემთხვევაში 5 საათი, 6 საათის ზინავს, მაგრამ მაინც პროდუქტიულია. ძალიან ინდივიდუალური. თავარია ხო? არასდროს, მაგრამ თავარია არასდროს. ხასარიღა ფიქრობდი. წარმოუდგენელია, მე ვერ წარმომიდგენია. ხო, თავარია გეძინოს ხარისხიანად რა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვეძინოს ხარისხიანად? ვისაც ძილის პრობლემა აქვს და ვისაც აქვს ქრონიკული უძილობა, გათენებიდან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საღამოს მოემზადოს ძილისთვის და კარგად გამოიძინოს. მთელი დღე უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ღამე კარგად დაიძინოს. ეს არის ეს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა იქნება. ეს არ არის მარტო ფიზიკური აქტივობა, ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, უნდა რაღაცას შეიძლება არ მუშაობდეს, მაგრამ რაღაცას მნიშვნელოვანს უნდა აკეთებდეს. არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ აუ ღამე მოდის და შფოთვას არ უნდა იწყებდეს, რომ ღამე მოდის, ვაიმე რო ვერ დავიძინე, იმიტომ რომ ეს ამწვავებს შფოთვას, მე ვერ იძინებ და ისევ აი ამ ციკლში უბრუნდებით. ყვება აუცილებლად უნდა დავასრულოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე. თუ ძილის წინ გავააქტიურებთ ამ ჩვენს ორგანოებს, რომელიც უკვე ძილისკენ არის მიმართული და სხვა რეჟიმზე გადადის, ეს რა თქმა უნდა აფხიზლებს ორგანიზმს და რთული ხდება ხოლმე მერე ჩაძინება. კოფეინი უნდა შეიზღუდოს. ალკოჰოლი როგორიათ ხოლმე რომ თითქოს ძილს აუმჯობესებს, ეს რაღაც სედატიური ეფექტი თითქოს თავიდან აქვს აძინებს, მაგრამ ზედაპირულ ძილს უწყობს ხელს და ხშირად ეღვიძება შემდეგ. უნდა იყოს მაქსიმალურად მთელი დღე მიმართული იმაზე, რომ საბოლოოდ კარგად გამოვიძინოთ. თამამ, რა პერიოდი დაგჭირდა იმისთვის, რომ უძილობისთვის ასე თუ ისე მიგეხედა და აი რა გზა გაიარე ამისთვის? არ მიხედია. არა, თქვი რომ უფრო ადრე ახერხებ ახლა დაძინებას, ვიდრე იქამდე. რა ჩამოვედი კორეიდან. აი, სულ რამდენიმე დღეზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით, მაგრამ მე გული მიგრძნობს დაიწყება ორშაბათი და ისევ იგივე რეჟიმზე. გადახვალ ისევ იგივე რეჟიმზე, მე ისევ კორეაში წასვლა მოგიცავს და აი ასე და ესე ამე. ყავს ძალიან. ანუ სასმელს არ ვსვავ, არ ვიცი, ალბათ რა უნდა მოხდეს, არ მეწევი არ ვსვავ. ყავას გიჟდები უშაქრო, ოღონდ ისეთი ზიანი რა. რამდენად ბევრს სვამ? ვეტყვის ახლა ვიცი, ვიტა უყურე. აი ხა საკეთე რომ გავალ, მეოთხე ჭიქა უნდა დავლია. იმიტომ რომ დღეს მეძინა კი დავიძინე 60 მაგრამ ბავშვები რომ მყავდა, არ მქონდა გავიღვიძე ერთი რა. რამოდენიმეჯერ მომიწია გაღვიძება. ხა და მე 4 ჭიქა დღეში. დღეში 4 ჭიქა ბევრია. ძილის წინ არ ვსვავ. სხვათა შორის მე ის დავაფიქსირო, სახლში მაქვს ბილიკი, სასიარულო. რადგან ვერ დავდივარ სავარჯიშოდ, ვიფიქრე რომ არ ვჭამ საღამოთი, ღამე არ ვჭამ და უფრო როდი დავდივარ ამ ბილიკზე, საერთოდ აღარ მეძინებ. ანუ ეს კავშირშია. მე ჯერ ხომ მქონდა უძილობა და მაგ 2 საათის სიარულს და 8-ზე გადავიდაცვლე გავგიჟე. აი სწორედ ეს უნდა მეკითხა. რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ? არ ვჭამ ისეთ რაღაცებს საჭმელს ხრივ ჯანსაღი ვარ ასე თუ ისე
ბურგერებს არ ვჭამ, გაზიან სასმელს არ მივირთმევ, მარტო ყავა არის. შენ ისეთი ჯანსაღი პროდუქტი შემოგვიტანე ქართველებს, რომ შენ გამო აღარც ჩვენ აღარ ვჭამთ. ეგ ჩავანაცვლე. კი, ვერ ვარჯიშობ სამწუხაროდ. რაც გავსინჯე მას მერე ჩვეულებრივად, რა ვიცი, არა, მადლობა პირიქით. განსაკუთრებით აი გადატვირთული რეჟიმის დროს, რაც გაგვათამამა და კლინიკა პირველში უკვე ხელმისაწვდომი არის მისი ეს პროდუქცია, როდესაც ვარ ძალიან გადაღლილი და აი შუალედში მაქვს ხოლმე 5-10 წუთი და ვერც გასვლას ვასწრებ, რომ საკვები მივიღო, ვერაფერს რომ ვერ ვასწრებ, აი უცებ დავლებ, თან ყველაზე კარგი არის რა. რომ ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს ზოგადად გასტრონომიული, ან ძალიან მარტივად მოვირგე ორი. შეიძლება ვთქვა, განსაკუთრებით სიმინდი, აი ძალიან მომწონს და ბანანი, რომელიც მე არ მიყვარს, ბანანის არომატით არის ფანტასტიკური. და ნუ ეს ძალიან და ამიტომ ხა თვითონ რო არ იყვება და ბევრს არ ჭამს და ჯანკ ფუდს არ ჭამს, ნუ არ მიყვირს. მე მაგალითად ჩემ მეგობრებს შორს, იცნობ ზუკას ის სალისი. სადაც არ უნდა ვიყოთ ბრექვესტი, საუზმე ყოველთვის, თამო, ყავა. კიდევ კარგი მართლა ეს ბიუნისი გამასინჯეს თავის დროზე, სანამ შემოვიტანდი. მე რომ ვიღვიძებ, 6 საათი ვერ ვჭამ. ფიზიკურად არ მშევდება. ანუ არა საუზმე და რომ უკვე იმაზე დინერზე ვარ, დინერია. ანუ ღამე გიყვარს ჭამა? მე, ესე იგი, ღამე მშევდება. ღამე მშევდება ძალიან სერიოზულად და ბრძოლები გვაქვს მე და მათ შორის. მაგრამ ჩემი ბოლო კვებას ხოლმე რომ შევჭამ, საჭმელს კარგად გემრიელად, მე ბიუნისი მაქვს 10 ნახევარზე, ან 10-ზე რადგან მე გვიან ვიძინებ, მაინც კარგად მყოფნის ხოლმე. თელი ღამე რომ ღვიძავს, ხო? ხო, ძალიან ძნელია, კი, რასწორია, ძალიან, რომ ჯანსაღიც არ ყოფილვარ თლა. ნუ, დიდწილად ყოფილ ხარ. და თორეთან სარბენი ბილიკიც ქონია და ზეინებ დავდივარ. ზეინებ, ძალიან კარგია, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და ძალიან კარგია რომ ახერხებ. გუჩა მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვამდე მივედით მაყურებლისთვის. რამდენად შველის მელატონინი უძილობას? მელატონინი ეს არ არის სპეციფიკური საძილე პრეპარატი. შესაბამისად და ძალიან განსაზღვრულ დროს უნდა ისმებოდეს. თუ ეს არასწორ დროს დალია ადამიანმა, საერთოდ არ იმოქმედებს. არ არის სპეციფიკურად ძილის მედიკამენტი. საერთოდ მედიკამენტებზე როცა ვსაუბრობ, ეს არის სიმპტომური ნამდვილ საძილე მედიკამენტებს გულისხმობ. ეს არის სიმპტომური მკურნალობა და ეს არ არის ძილის მიზეზის მკურნალობა. ხო, შესაბამისად ეს მედიკამენტზე მივიდივართ ხოლმე სულ ბოლოს. მედიკამენტამდე მთელი რიგი თერაპია გვაქვს გასავლელი პაციენტთან, და მთელი რიგი კვლევები ჩასატარებელი და ბოლოს ვამბობთ, რომ მოდი დავიხმაროთ თუ მაინც ცოტა ხნით ოღონდ. მოდი მოგვიყევი რა, მე ძალიან მინდა რომ ჩემო მაყურებელმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. საიდან იწყებ? მოვიდა პაციენტი, გითხრათ რომ აწუხებს უძილობა და როგორ იწყება და როგორ სრულდება, ანუ როგორ საიდან იწყება დიაგნოსტიკის რა მეთოდებია და შემდგომ როგორ გადავდივართ მკურნალობაზე. ხო, ძალიან საჭირო და ძალიან საინტერესო კითხვაა მაყურებლისთვის, რადგან პაციენტი როდესაც მოდის უძილობით, აი ჩემთან და მხოლოდ ჩემზე ვისაუბრებ, ხო? პაციენტი როდესაც მოდის ჩემთან ამ ჩივილით, პირველი რაც არის, უნდა მოусმინო. რადგან დიაგნოზი ისმება აი ამ პროცესში. ძილის ანამნეზი, ძილის მთელი ისტორია უნდა მოვისმინოთ. როდესაც ჩვენთან მოდის უკვე ქრონიკული პრობლემაა, ხო? ეხლა გუშინ ვერ დავიძინე, დღეს ჩემთან არ მოვა. და როდესაც აი ამ ქრონიკულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ვიწყებთ აი იქიდან 15 წლის წინ იყო, ხო, თამაშ შემთხვევაში დავუშვათ 15 წლის წინ, რომ დაიწყო უძილობა. რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში? რა სტრესები, რა გარემო პირობები, პირად ურთიერთობებში რა ხდებოდა სამსახურში. მაქსიმალურად ვიწყებთ იქ ძიებას, რამ გამოიწვია ის მაშინ ჯერ კიდე მწვავე უძილობა, რომელმაც შემდეგ უკვე ქრონიკული სახე მიიღო. და იმ 15 წლიდან, 10 წლიდან, 2 წლის წინანდელი ამბიდან მოვყვებით. უძილობას ვეძახით ქრონიკულს, თუ 3 თვეზე მეტი გრძელდება, ხო? თუნდაც აი 3 თვის წინ რა მოხდა და რატო არის დღემდე ეს პრობლემა. ვეძებთ იმ მიზეზებს და იმ ფაქტორებს, რაც ამას იწვევს და ახანგრძლივებს. მაქსიმალურად რიგ შემთხვევაში შეიძლება პირველივე ვიზიტზე მიზეზებზე ვერ გავიდეთ, მაგრამ დღეს რას აკეთებს არასწორად იმას მარტივად ხვდებით. როგორიათ რომ აი ეს ვერ ვიძინებ და მაინც ლოგინში არის, არაფრით არ შეიძლება თუ ვერ იძინებ ლოგინიდან ეგრევე უნდა ადგე, საძინებლიდან ეგრევე უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ საწოლი არ უნდა ასოცირდებოდეს რაღაც ტანჯვასთან, მარტო ძილთან და რაღაც სასიამოვნო ის უნდა იყოს, სასიამოვნო შეგრძნებების მომტანი.
საძინებელში. ხო და როდესაც აი ამ ეტაპს გავივლით, რომ მაქსიმალურად ვიპოვით აი ამ მიზეზებს, რამაც ეს გამოიწვია, მე ვცდილობთ, რომ ერთად მოვიფიქროთ სხვადასხვა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ იწყებ უძილობის მკურნალობას? პირველ რიგში აი უძილობა მომავთ რომ არის მულტიფაქტორული, აი ამ ფაქტორებს ვნახულობთ, ვეძებთ, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, თუ არის რაიმე თანდართული დაავადება, რამაც შეიძლება ეს გაამწვავოს იმ დაავადებასაც მაქსიმალურად მკურნალობით ვუდგებით, როგორც შეგვიძლია. ყოველთვის ვიბარებ პაციენტს 2-3 კვირის შემდეგ, რა თქმა უნდა, განმეორებით ესე უფასო კონსულტაციაზე, რომ მე უნდა ვიცოდე ამ 3 კვირის განმავლობაში რა ხდებოდა აი ამ ჩემი რჩევა-დარიგებებით. რიგ შემთხვევაში მედიკამენტი მჭირდება, რიგ შემთხვევაში უბრალოდ ქცევას ვცვლით და დამოკიდებულებას. 3 კვირის შემდეგ ჩემთან უნდა მოვიდეს და დღიური წარმომიდგინოს, სადაც წერია ამ 3 კვირის განმავლობაში რომელ საათზე იძინებდა, რამდენი საათი ეძინა, რომელ საათზე იღვიძებდა და დღის განმავლობაში რამდენად ეფექტური იყო. აი ამის შეჯამებით მე ვხვდები სწორ გზაზე ვდგავართ თუ კიდე რამე არის შესაძლებელი ამ ადამიანთან. ასევე, რა თქმა უნდა, პირველი ვიზიტის ფარგლებში ხდება გასინჯვა პაციენტის კანიდან დაწყებული რეფლექსები, ძალა, მეხსიერებას ვამოწმებთ, შფოთვას ვამოწმებთ, დეპრესიის ხარისხს ვაფასებთ. თუ სადმე რამე არ მომეწონება და თუ სადმე რამეს ვიეჭვებ, რომ შეიძლება რამე სხვა პრობლემასთანაც იყოს საქმე, აუცილებლად აი ეს ელემენტარული რუტინული კვლევები ჩასატარებელია, რომ აბსოლუტურად მეც მშვიდად ვიყო და პაციენტიც მშვიდად გაუსვა სახლში. ყველაზე ამაყი ვარ, რომ გუჩასნაირი ექიმი არის დღეს კლინიკა პირველის ექიმი და კი და მე აი მართლაც ყოველდღიურად იმდენ კმაყოფილ პაციენტს ვუყურებ გუჩასაც და იმდენ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, რომ არ ვიცი, ძალიან ამაყი ვარ და ძალიან დიდი მადლობა გუჩა, კი, ნამდვილად შენ ამისთვის, აი რა ვიცი, ასობით კმაყოფილი პაციენტისთვის, რომელიც პირადად მე მირეკავენ ხოლმე, რომ ну აი აღფრთოვანებულები გუჩად თამო მოგვიყევი დღევანდელი, როგორი არის დღევანდელი შენი დღის რუტინა, სანამ დაძინებამდე მიხვალ. ყოველთვის ჩემი რუტინა ბოლო 1 წელია, თუ მაქამის ბედნიერება ვაღმოთ, ამას რაღაც ხას უსო, ერთი 9:30 საათი მინდა ხოლმე ჩემ თავთან დავრჩე მარტო. ყავა დავლიო, სანამ ბავშვები შემომეცევიან, სანამ ტელეფონებს ჩავართ, ამიტომ როგორც გქთავ ტელეფონებს, მეილები, ზარები, აბაეს და მე უკვე ანუ სადაც ციცლარი მჭირდება, რომ იყო მთელი დღე რაღაც კარგ ხასიათზე და ასე შემდეგ. იმედია, კაი რაღაცა მოხდება ხოლმე დილით ქარხნებისგან, ძირითადად კაცრი ვარ და ყოველთვის ჩხუბობ ხოლმე დილაუთენია. რაღაც ბოთლი არ მომწონს, რაღაც არ მომწონს, კი, არა. ესეთი საყვარელი არა. შემდეგ ვიყავით კონცერტზე, ჩვენი მეგობრის. შემდეგ წავედი გახსნაზე სალონის და რომ მოგწერე რომ აგვიანდება თქო. შემდეგ წავედი ბავშვებს გავუარე სახლში, ჩავაცვი, გავიარეთ, საჭმელი ავიღეთ, ძალიან შიო და მოდი შენთან. თამამ. შეგემჩნევია მეხსიერების პრობლემა უძილობის გამო? თუ ძალიან უძინარ ყოფილვარ, კი. კი, ყოფილა. ანუ, ოღონდ ჩემთვის ძალიან უძილობა არის და დღეში 1 საათი მწინავს. აი ძალიან იშვიათად არის ესეთი მომენტები. უფრო იცით როგორი ხასიათი მაქვს. ვიცი რომ ძალიან სულს ვიძახი ხა ჩემი თავისთვის, მაგრამ რაღაცას რომ ვაკეთებ ხოლმე, უფრო უცხოეთში, თორე აქ მაინც ვაძლევ ჩემ თავისუფლებებს, იმიტომ რომ კარგი დიდი გუნდი მყავს, არაჩვეულებრივი დამხმარეები და ყველა ადამიანი ხელს მიწყობს. ყველა ხელს მიწყობს საქართველოში, ხო? ანუ სახლში ჩემი აი თემნაირადეი და ყველა ნინო თვით რომ კარგად ბავშვები მყავს, კარგ ხელში ასე შემდეგ. ავიღო ერთი დღით მეტი. რომ დავისვენო. არა. აი, ჩაფრენდე უნდა წავიდე სადღაც და კიდე საქმე უნდა გამოფრინდე. არც ერთი წუთი არ უნდა დაისვენო. ხო, და თუ ჩავდივარ თამო, შენ ყოველი წუთი გაქვს, ოზე გადახდი რო გაქვს ფული და ყოველი თეთრი რო გინდა მოიხო. აი, ასე ვარ ჩვენ თავთან, შენ აქ საქმეზე ხარ. რა ძილი არ გაბედო. გააკეთე ეს და 8 საათზე უნდა დამიგეგმო. ძალიან ძნელია. კი, ანუ ხო არის ხოლმე, კი, ანუ რაღაც ძებები როდესაც მაქვს ხოლმე, კი, და ყოფილა რომ აი ბოლოს უკვე დღის ბოლოს ისე ვარ ხოლმე, რომ უკვე სახაზეც მეტყობა ხოლმე, რომ ვეღარ ერევი საკუთარ ემოციას და თავს. თამამ, შენ ხარ მაგალითი იმისა, როგორ უნდა შექმნას ადამიანმა საკუთარი თავი. კაი კაცო. და გამორჩეულად საპატივსაცემო ადამიანი ხარ. ნუ მოგნები ეს რაღაცა. ასეა. არ მითხრა. მოდი მე მინდა მაყურებელს მისცე რჩევა.
და აი ესეთი მოკლედ შენი სტორი მოუყვე რა გაიარე იმისთვის რომ დღეს აქამდე მოსულიყავი წარმატებული ძალიან წარმატებული შეიძლება ითქვას და რაც თავარია ყველასთვის ძალიან საყვარელი თამოვაშალომიძე რომელიც არა ასე აი მე ადამიანი არ მინახავს ვინც გიცნობს და ძალიან არ უყვარხარ მოდი ჩვენ მაყურებელს აი ესეთი მოკლედ შენი სტორი მოუყევი და აი ამ უძილობის პრობლემების ყველაფრის მიუხედავად როგორ მოხვედი აქამდე მე მგონია რომ შენ ხარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის რიცხვილი ეს ასეა мотиваცია ხარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის რომელიც ფაქტიურად იწყებს ნულიდან და ძალიან რთული ცხოვრებიდან ცხოვრებას საიდან დაიწყე და სადამდე მოხვედი პირველ რიგში რომ მივდივარ და ესეც სიტყვას რომ მეუბნებ სხვანი ახლა მაკიაჟი კი მოგაკეთებულა ასეა და რა უნდა სიმართლის თქმა მიყვარს არ ვიცი მე ვფიქრობ რომ მე დავიწყე ქვემო ხოდაშნიდან სადაც დავიბადე ჩემი სოფლიდან და მოვედი აქამდე რომელსაც მაგალითად საშუალო განათლება აქვს სამი სკოლა აქვს გამოცვლილი არ დამთავრებია რაღაც 1000-იანი არ ყოფილვარ მაშინ 500-იანობა იყო და მე გადავედი 1000-იანობაზე მაგრამ რაღაც იმაში მქონდა კარგი ნიშნა რაღაცაში არ მქონდა მაგრამ სულ მქონდა ის რომ მინდოდა როცა აი ჩემ ბავშვობაში როგორი ტელევიზორი მქონდა და მიგერტყა რომ რაღაც გასწორებული იყო ანუ ესეთ პერიოდში დავიბადე 91-იანი ვარ ტელეფონები სად იყო უნდა გამოგაერთებინა და შეგეერთებინა რომ დაგერეკეს ოსო ქალაქებში აი ამ პერიოდში გავიზარდე და როდესაც უყურებდი ხოლმე ტელევიზორში ჩვენს წამყვანებს და ასე შემდეგ ყოველთვის მქონდა ის რომ მეც მინდოდა მაგრამ ეს იყო სურვილი უბრალოდ სურვილი იყო რომელიც რაღაც თავისთვის წავიდა მე 20 წლამდე იმიტომ რომ სამსახურიდან წამოვედი უკვე ჩემი თავის გადარჩენაზე მუშაობაზე და მე ვფიქრობ რომ მე კაია რომ ეს ნაბიჯი გავგადავდი 20 წლიდან ცხოვრობდი მარტო არა 15 წლიდან 16-ის ხდებოდი რომ წამოვედი მე ვფიქრობ რომ ჩემი თავის ესე რომ რა წამოსულიყავი შეიძლება ესეთი არ ყოფილიყავი იმიტომ რომ ეს ადექი და წამოხვედი ხო ადექი და წამოვედი კი ადექი და ოჯახს არ ქონდა ამაზე პრობლემა იცი არა მე ვთქვი და წამოვედი ნუ ეგონათ ალბათ რომ როგორც ყველა მშობელს გონია რომ დაბრუნდები მაგრამ მე მაქვს ესეთი ხასიათი არ ვიცი ალბათ შინაგანად მაქვს ასეთი რომ რაღაცას რო ვიტყვი რაღაცას რო ადამიანი გადაწყვეტილებას მივიღებთ რაც არ უნდა ცუდად ვიყოთ მაგას უნდა გავუყვეთ მე მაქვს ასეთი ხასიათი რომ რაღაც გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ რაც არ უნდა ცუდად ვიყო ან ჩემი გზა არასწორი არ არის სულ ასე უნდა ვიარო მეც ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა მაგრამ ორგან დავიწყე მეორე დღეს სიტყვა და საქმეში ესე მაშინ ჟურნალები იყო ამხელა და ვნახე სამსახური და ძალიან ბედნიერი ვიყავი რაღაც ჩემი შევიძინე რაღაც ზეწარი ჭიქათებში იტალიურ ეზოში ცხოვრობდი ხო იცი ყველა მეზობლებს იცნობ ძალიან კარგი ემოციები იყო და მახსოვს მაშინ ერთ-ერთი შოუ იყო რომ ცეკვავდნენ და რაღაცა მსგავს რო უყურებდი ბავშვებში კი ყოფილვარ და აღარ ერთი იქნები დაიხურა მაგრამ ეს კოდა სორვილი კი ვერ ცეკვავდნენ მაგრამ სორვილი მქონდა რომ იქნებოდა ცნობილი ადამიანი გამხდარიყავი ხო პროფილი იყო მაშინ და რაღაც და ნუ შემთხვევით მოხდა იმით და საქმესაც შეეხება ჩემს საქმეს მე ვფიქრობ მე მტკიცება მაქვს იცით მე ვფიქრობდი რა არის ჩემი აი ეს რომ არ ჩერდები ჯერ ჩემ თავთან რომ მე შემიძლია რომ მარტო გავაკეთო და დამიკიცებინა ჩემი მშობლებისთვის და ყველასთვის რომ მე თქვენს გარეშე შემიძლია რომ ვიცხოვრო და არაფერი არ გთხოვოთ ხუთი თეთრი მერე უკვე ის რომ აი ამის გარდა ხო აი რამდენი 5 წელი რომ მიმტანი ხარ ცოტა უნდა გადახვიდე სხვა ნაბიჯზე ხო და ეს გააკეთო ოღონდ ადმინისტრატორი გავხდი სასტუმროს და რუსული არ ვიცოდი მოვიტყუე 5 წელი იყავი მიმტანი ხო ორგან მუშაობდი და მე მივხვდი რაღაც რომ გამეკეთებინა და რუსული არ ვიცოდი ჩემი მეგობრის დედას ქართულად დავაწერინე რუსული ტექსტები ესე და ხარაშო ეგეთი რაღაცები ყვარტლ კანო არ მწვენია დღემდე კორეულად წერ აი ეს დახმარებით ყველაინა ვიცი კი ო მე როგორც ჩემი მეგობარი ვერ ეწერა
თავარი არის გვინდოდეს. რა საკვირველი აბარა. ჩემთვის ის სამწუხაროდ საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ქვეყანაშია ესე, მე მიყვარს საქართველო და კიდევ ვერ ვაფუძნებ საქართველოს როგორი მაგარი ქვეყანაა. ნამდვილად. მე გიждები. მე ვარ ელჩი ალბათ საქართველოს უხელფასო, ამას ვიძახი ხოლმე. მართლა იმიტომ რომ ყველგან შევხვდებიან ხოლმე ვიძახი სისუფთავი არის ჩვენ და სუნი არ არის, რა კარგია შეხედეთ, ღვინის ქვეყანა არის, ასეთია, სულ ამას საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველაფერი ხალხით, იმით რომ უდობა არ არის ესეთი არის შეიძლება რაღაცები არის ყველა ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ეს მე არ ვიხე პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ საოცარი ხალხი ვართ. შეგვიძლია რაღაც ერთი გუნდი ვიყოთ. მე მის თქმა მინდა რომ ვინც ახლა ზიხართ და უყურებთ ქაბატონ სოფოს და ჩვენ ვუყურებთ და მეც მიყურებთ, იცოდეთ, სათანო ცხოვრობდეთ, რომელ სოფელშიც, ვინც არ უნდა გაბულინგებდეთ ქალებო, თქვენ მოგვართად, მაგრად მიყვარხეთ და ძალიან გამომიდექით ხარში, როცა მე ძალიან ცუდად ვიყავი და იცით რა მომენტში მაინც ბავშვები არ ვისაუბრებ ამაზე და მე ვარ დავალებული თქვენი მთელი ცხოვრება, ასე რომ მიგულეთ ნებისმიერ დროს რამეში დაგჭირდეთ. ყველა შეუძლია ყველაფერი. მე მაგალითად ბულინგი, ის რომ არ გამოგივა არაფერი, ის რომ ენა არ იცის, რომ უნივერსიტეტი დამთავრებული არ აქვს, ის რომ ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე რაღაც ჟურნალისტები, რაღაც ფრაზები არსებობს ისეთი, რაც არ ვიცი მაგალითად გაგონილი არ მაქვს და ადრე ხოლმე ამ ყველაფერს ჩემს იმას კომპლექსებს ვერ ვიძახდი. მაგრამ ერთ დღეს გათენდა და მივხვდი, რომ მე ესეთი ვარ და როგორიც ვარ, ესეთი უნდა დავენახო ხალხს. არ ვიცი, ბევრი ენა არ მაქვს უნივერსიტეტები დამთავრებული, მაგრამ მაქვს ხასიათი ძლიერი. ძალიან მაგარი გოგო ხარ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ხარ საოცარი ადამიანი და გუჩამიცის მე ამას არასდროს ტყუილად არავის არ ვეთქვი. ხარ გამორჩეულად კარგი პიროვნება, საოცარი ადამიანი. უზომოდ ყურადღებიანი, მე ვიცი რამდენ ადამიანზე ხარ თან გადაყოლილი და არ ვიცი, ამას ღმერთი არასდროს არავის არ უკარგავს, არავის არ უვიწყებს და სწორედ ის არის შენმა ადამიანობამ და შენმა აი სწორედ ამ ხასიათმა მიგაღწევინა აი სწორედ ამ ხელა წარმატებას და არ ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო, მაგრამ ჯერ არ გემშვიდობებით ბოლოს მინდა აი უძილობასთან დაკავშირებით გუჩა ჯერ შენ და მე თამამ მიმართოთ მაყურებელს, რას ურჩევ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს და ებრძვის ამ პრობლემას. ადამიანს, რომელსაც აქვს უძილობა, პირველ რიგში ვურჩევ იმას, რომ არაფრით არ სცადოს ამას შეეგუოს. დღეს თუ რაღაცა კომპენსატორული მექანიზმი არის ჩართული და ახერხებს დღის განმავლობაში ფუნქციონირებას, ეს ასე არ იქნება და ეს მუდმივად ასე არ გაგრძელდება და აუცილებლად ისეთ პრობლემებთან ექნება ბოლოს საქმე, რისი გამოსწორებაც ძალიან გაგვიჭირდება. შესაბამისად, ყველას გთხოვთ, ვისაც გაქვთ ეს პრობლემა, რომ მიმართოთ ექიმს, შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს ამის მოგვარება, შეიძლება იყოს შეიძლება უშვებდეთ თქვენ თვითონ ძალიან მარტივ შეცდომას, რისი მოწესრიგებაც უბრალოდ ჩვევის შეცვლით არის შესაძლებელი და აი ამ უზარმაზარი ციკლიდან ძალიან მარტივად დააღწიოთ თავი და სამომავლოდ აი ესეთი საშინელი შედეგები არ მივიღოთ, რასაც ვიღებთ ხოლმე ქრონიკული უძილობის შემთხვევაში. მიმართეთ ექიმს და მიხედეთ თქვენ თავს. პირველ რიგში დღის განმავლობაში თუ ატყობთ, რომ დღის განმავლობაში არ ხართ პროდუქტიული, უკვე პრობლემაა და აუცილებლად მინით ექიმთან. ძალიან დიდი მადლობა და თამა, შენ რას ურჩევ მაყურებელს, რომელიც ახლა განიცდის აი ამ პრობლემას და ამ პრობლემის წინაშე დგას. მოგმართოთ თქვენ. გონით თქვენ მეზბაგზას დავატკები. აუცილებლად, რა თქმა უნდა. ჩემი არაფერი არ დაიჯეროს რაღაცას შევეგუე, უბრალოდ მე გულახდილად გითხარით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უდიდესი პრობლემა არის, რაც არის მნიშვნელოვანი რომ გამოვასწოროთ. გოგოებო, უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმრები. გუჩა, უღრმესი მადლობა, რომ ხარ ასეთი პროფესიონალი ექიმი და მადლობა, რომ ხარ კლინიკა პირველის ასეთი საამაყო ექიმი. თამო, მადლობა. შენი ასეთი გულწრფელი რჩევებისთვის და მე არ შემიძლია არ ვიყო დღეს სუბიექტური და მადლობა არ გადაგიხადა. აი მაყურებელს აუცილებლად უნდა ვანახო და შენ მაინც ეს რეკლამა არ არის. თამოს სკინის თამო კოსმეტიქსის ბოდიში ვილობილი კომპანია ტუჩის ზეთი, რომელიც არ ვიცი, ეს არის საოცრება. პირადად მე დაახლოებით 1 თვის წინ მაჩუქე პირველად, არა მეტის. აი ბიონი ხო? 2 თვის წინ და მას მერე საერთოდ არ ვარსებობ ამ ტუჩის ზეთის გარეშე. არ არსებობს არც ერთი დამატენიანებელი და არაფერი, რაც აი ამ ზეთისნაირად მომხდომია და უღრმესი მადლობა შენ ამისთვის, ამ წარმატებისთვის და იმისთვის, რომ
ჩემი საყვარელი ქვეყანა გააცანი, აი არ ვიცი. სოფლიოში უამრავ ადამიანს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ თამოსკინს და თამოკოსმეტიკს და მადლობა მომხმარებლის სტატუსით მინდა ამ შემთხვევაში მადლობა გადაგიხადა და რა ვიცი გელოდებით მალე ისევ ჩემ გადაცემაში სადაც თავი აუცილებლად მოგვიყვება რომ უძულობის პრობლემა არის გაძლეული და არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ შეუქმნა მას მადლობა ძალიან დიდი თქვენ კი გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათს